წინათქმა. რამდენიმე წლის წინ ოჯახთან ერთად თურქეთის ერთ იეზიდურ სოფელში აღმოჩნდი. იეზიდების თემი ამ ქვეყანაში 150,000 სულს ითვლის. მათი რელიგია მკაფიოდ განსხვავდება მუსლიმი და ქრისტიანი მეზობლების რელიგიისაგან. ესენი ერაყისა და სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, აღმოსავლეთ თურქეთში, აგრეთვე საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, სომხეთსა და საქართველოში სახლობენ. იეზიდების დაახლოებით ნახევარი ჩრდილოეთ ერაყში ცხოვრობს, სადაც მათი ხალხის მთავარი ტაძარი დგას. სამწუხაროდ საშუალება არ მომეცა ერაყელი იეზიდების მომენახულებინა. მეტწილად ურთიერთობა მქონდა აღმოსავლეთ თურქეთის სოფლებში მცხოვრებ იეზიდებთან, რომელთაგან ზოგი დასავლეთ გერმანიაში ცხოვრობს და მუშაობს. წინამდებარე წიგნის იდეა ერთ იეზიდ სასულიერო პირთან საუბრებისას გამიჩნდა. ეს ჩემი ნაცნობი იმ სოფლის მოსახლეა, რომელშიც ჩემი მეორედ ჩასვლის დროს ცხოვრობდი. ერთხელ ახალაშენებული სკოლის შენობისაკენ გაიშვირა ხელი და მითხრა, რომ ახლა ბავშვები წერა-კითხვას სწავლობდნენ და მას უამრავ კითხვას უსვამდნენ იეზიდთა დამწერლობისა თუ თემის ისტორიის შესახებ. რაკი წერილობითი მასალა ხელთ არ ჰქონდა, მასაც მხოლოდ იმ ზეპირსიტყვიერი ამბების მოყოლა შეეძლო, რომლებიც თავადაც ბავშვობაში გაეგონა. იეზიდების რელიგიისადმი მიძღვნილ კვლევებს დროდადრო ქრისტიანები და მუსლიმები წერენ. ყველაზე სრულყოფილი წიგნის დაწერა ამაზე ალბათ მხოლოდ იეზიდს შეუძლია. ამ ხალხის რელიგიაზე ზოგად წარმოდგენას წიგნის მესამე თავი იძლევა. მათი ორი წმინდა წიგნის თარგმანები ინგლისურ ენაზე და მთავარი ლოცვა ამ წიგნს თან ერთვის. თემის ისტორია, რომელიც სულ ცოტა 900 წელს ითვლის. მეტს თუ ამას მათი წინაპრების ისტორიასაც მივათვლით. დაუნდობელ და რთულ გარემოში თვითგადარჩენის გასაოცარი ამბავია. წიგნი, რომელიც იმ ადამიანთა ნაამბობის ერთობლიობას შეიცავს, რომლებსაც იეზიდებთან ჰქონია შეხება ადრეული დროიდან, 1957 წლამდე, იმ უკმარისობის შესავსებადაა გამიზნული, რაც ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში არსებობს. იმედია იგი ჩემს ურუქავაქელ მეგობარსაც გაუწევს სამსახურს. ბევრი ადამიანი მეხმარებოდა ამ წიგნის დახვეწასა და ცნობებით გამდიდრებაში. ოფიციალური დოკუმენტების ხელმისაწვდომობისათვის მადლობას ვუხდი დიდი ბრიტანეთის საჯარო რეესტრს, ბრიტანეთის მთავრობის ინდოეთის დეპარტამენტის ბიბლიოთეკასა და რეესტრს. საავტორო უფლებებით დაცული იმ ტექსტების ტრანსკრიფციებისა და თარგმანების გამოუქვეყნებელი მასალების მოწოდებისათვის, რომლებიც ამ წიგნში მისი უდიდებულესობის კანცელარიის მმართველის ნებართვითაა გამოყენებული. მსგავსი ნებართვებისათვის მადლობელი ვარ ასევე საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსი, საფრანგეთის დიპლომატიური არქივის ისტორიული განყოფილებისა. მადლიერებით მინდა გამოვყო ხალხთა ევანგელიზაციის წმინდა კრება, de propaganda fide. დოქტორი ერთუღლუ ზექაი ოქტე, რომელმაც სტამბოლის ოსმალური არქივიდან ჩემთვის საჭირო არაერთი დოკუმენტის ასლი მომაპოვებინა. დოქტორი აბდალ სალამ ალ-ავადლი, სიძველეთა მთავარი ინსპექტორი და დოქტორი ჰენრი არადი თან მახლდნენ კაიროს შეიხ ზეინ ად-딘 იუსუფის მავზოლეუმში. თან ისეთ დროს, როდესაც იგი ჯერ კიდევ დახურული იყო ფართო საზოგადოებისათვის. მათ კი წარწერების ფოტოგადაღების საშუალება მომცეს. კონსულტაციებისა და ზოგიერთი ამონარიდის წყაროთა მოძიებისათვის მადლობა უნდა გადაუხადო არაერთ დაწესებულებას. ესენია მისიონერული საზოგადოების ეკლესია, ბირმინგემის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, სადაც ზემოხსენებული ეკლესიის არქივია დაცული. მადლობას ვუხდი პრესვიტერიანულ ისტორიულ საზოგადოებას ფილადელფიაში, სამეფო გეოგრაფიულ საზოგადოებას, ქრისტიანული ცოდნის გამავრცელებელ საზოგადოებას და აცგარდაცვლილ მის ტერეზა ჩაილდის კაბინეტის ყურადღებიან თანამშრომლებს. ქრისტეს გაერთიანებული ეკლესიისა, ამერიკის უცხოურ მისიათა კომიტეტების საბჭოს კანონმემკვიდრის და ქალაქ ჰაუტონის ბიბლიოთეკებს. ჰარვარდის უნივერსიტეტს, სადაც ინახება უცხოური მისიების ამერიკული საბჭოს არქივი. წმინდა წერილის გამავრცელებელ გაერთიანებულ საზოგადოებასა და ბრიტანეთის ბიბლიოთეკას, მის ხელნაწერების განყოფილებას, სერ ჰენრი ოსტინ ლეიარდის დოკუმენტებისა და ჩანაწერების გაცნობის ნებართვისათვის. სენტ-ენტონის კოლეჯს, წინა აზიის ცენტრს ედმონდზის დოკუმენტების გაცნობის ნებართვისათვის. და ბოლოს, ნიუკასლის დეპარტამენტის არქეოლოგიის განყოფილებას გერტრუდ ბელის კოლექციიდან მასალების მოწოდებისათვის.
ეს წიგნი ვერ დაიწერებოდა, ხელთ რომ არ მქონოდა 50-ოდე წყარო ბრიტანეთის, კონტინენტური ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა თუ ჩრდილოეთ ამერიკის საჯარო, კერძო და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებიდან, რომლებმაც ნება დამხტეს მათი კოლექციებით მესარგებლა. ან დროულად მიგზავნიდნენ იმ მასალის ასლებს, ხშირად სრულიად უფასოდ, რომელთაც ვთხოვდი. კერძოდ, დიდი მადლიერებით მინდა ვახსენო ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკა. განსაკუთრებით მისი აღმოსავლეთისა და სლავისტიკის განყოფილებათა თანამშრომლები. ასევე ბატონი ფილა და მისი კოლეგები, ამ ბიბლიოთეკის ფოტომომსახურების განყოფილებიდან. წინამდებარე წიგნის ავტორმა რამდენჯერმე რომ შეჰპედა წინააზიური ლიტერატურის ნიმუშებს, დიდწილად ჩემი მეგობრების დამსახურებაა, აკადემიური და საზოგადოებრივი წრეებიდან. ისინი 6 წლის განმავლობაში მეხმარებოდნენ წახალისებითა და რჩევებით, თუმცა ამ წიგნში მოყვანილი ფაქტების სისწორეზე პასუხს ცხადია, არც ერთი მათგანი არ აგებს. გულითად მადლობას ვუხდი ორ გამორჩეულ ადამიანს, დომინიკელ ბერს, მამა ჟან მორის ფიესა და აც განსვენებულ ჰენრი ფილდს. ვისურვებდი გარემოებებს თითოეულ მათგანთან მეტი დროის გატარების საშუალება მოეცა ჩემთვის. გამიჭირდება იმ სიამოვნების გადმოცემა, რაც ჩემი ამ ძალისხმევის კრიტიკულ ეტაპზე მომანიჭა პროფესორ კანინგემის თანხმობამ წინა სიტყვაობა წაემძღვარებინა ჩემი წიგნისათვის. გამორჩეულად გამიღიმა ბედმა, რა კი საშუალება მომეცა გამეცნო მე-20 საუკუნის იეზიდთა ისტორიის განვითარების მოწმეები და უშუალო მონაწილეებიც, გენერალ-მაიორი ჰადსონი და იეზიდთა მთავარის ქალიშვილი ვასა ისმაილ ელ-ამავი. მერგოპატივი რამდენიმე საათი გამეტარებინა თითოეულთან და მათთან ერთად განმეხილა ჩემი წიგნის ზოგიერთი ნაწილი, რომლებიც მათ ცხოვრებას უკავშირდება. თუმცა ორივე შემთხვევაში მხოლოდ ავტორი აგებს პასუხს იმ მოვლენათა აღწერის სისწორეზე, რომლებშიც მათ მოუხდათ მონაწილეობა. მოწოდებული ფოტოსურათებისათვის მადლობას ვუხდი გენერალ ჰადსონსა და მის შვილიშვილს, ჩარლზ უოლკერს, თავრის ქალ ვანსას და მის ძმას, მუავია ისმაილ ალ-იაზიდის, დოქტორ დომენიკ კოლონს, ღირს მამას, დოქტორ ედვინ კუნს, ღირს მამა ჟან მორის ფიეს, მაიორ რაილის, ორ ფოტოგრაფს, ტიმ გიდელს და ელსი ტრესკ უიელერს, რომლებიც ამ წიგნში ჩართული ფოტომასალის დამუშავებაში მეხმარებოდნენ. უზომოდ მადლობელი ვარ ჩემი კეთილი მეგობრებისა, მათი დახმარება რომ არა ვერც იმ მასალებს გამოვიყენებდი, რომლებიც მხოლოდ არაბულ, თურქულ და სხვა აღმოსავლურ ენებზეა ხელმისაწვდომი. მათ მხოლოდ ჩემთვის საინტერესო პასაჟები კი არ მითარგმნეს, ხანდახან ზოგიერთი მნიშვნელოვანი პუბლიკაციის სრული შინაარსიც კი მომაწოდეს. უპირველეს ყოვლისა, მადლიერება მინდა გამოვხატო ბატონი რენდ ალ-რაჰიმის მიმართ, რომელმაც გამაცნო უმთავრესი არაბული წყაროები და ძალზე საჭირო სარედაქტორო სამუშაოც გასწია ჩემს დასახმარებლად. მადლობას ვუხდი ჩემს სხვა მთარგმნელებს არაბული ენიდან, პროფესორ მონა მიქაელს, პროფესორ დაგლას ქროუს, ასევე პროფესორ აფთულა ქურანის სტუდენტს, რომელმაც აქ თავისი დასახელება არ ისურვა. ჩემს თურქ თანაშემწეებს ბატონ ქანან უსმანს, გიუნან დემირალფს, დოქტორ მეთინ ქუნცს და სეფერ ოზდემირს. ჩემს დამხმარეს სომხური წყაროების მიმოხილვისას დოქტორ ჯეიმს რასელს და დოქტორ სიდნი გრიფითს, რომელმაც რამდენიმე ძნელად გასაგები სირიული წყარო მითარგმნა. და ბოლოს, მადლობა ჩემს ნიუ-იორკელ მბეჭდავს, ქალბატონ კეროლ უილსონს მოთმინებისა და გამძლეობისათვის.